ზოგადად იცით რა არის, როცა მაგალითად საუბარი არის ფასების კლებაზე, ჩვენ ამას ვითხოვთ ძალიან დიდი ხანია და არსებობს წინა საარჩევნო პერიოდში უამრავ ვიდეო მტკიცებულება, როცა ჩვენ ვითხოვთ ამას, საუბრობდით კარტელურ გარიგებებზე, უნდა შემცირდეს ხო გადასახადები, ამაზე საუბრობდით და ამ დროს ოცნების მხრიდან იყო გვახსოვს ხო რანაირი პასუხები და ეხლა თვითონ ეს ხალხი ამოსწორ, თუმცა ფასები მართლა დასაკლები ყოფილა პროდუქტებზე და მართლა უფრო მაღალი ფასები ყოფილა საქართველოში, ვიდრე მაგალითად ევროპის ქვეყნებშია, ხო? ამიტომაც რასიზამე, როგორი ზამე ეს არის მნიშვნელოვანი და მათ შორის მნიშვნელოვანია მათი წვლილი, ხო? იმიტომ რომ თუნდაც ის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები ამ ბაზარზე არიან მთავარი შემომწირულები ოცნების, ხო ყველამ კარგად ვიცით ამის შესახებ. და მათ შორის ის რომ დღეს არ დაუწიეს და სხვა გადასახადებს არ დაუწიეს, ესეც არის ერთ-ერთი გამპირობებელი გარდა ამ კარტელური გარიგებებისა, რომ ფასები ასეთ მაღალია პროდუქტების, ხო? არა, მე მინდა კითხოთ იმ გამოხმაურებებზე, რომელიც ამ პროცესს მოყვა. რატომ არ შეუძლია ოპოზიციას მაგალითად იმის თქმა, რომელიც ახლა არც თქვენ არ გითქვამთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ ეს პროცესი რომ ეს ინიციატივა არის კარგი, მარტივად რომ ვთქვათ და თუნდაც შეაქოთ ხელისუფლება ამ ნაბიჯის გამო. აი, გამოხმაურება მოყვა მოქალაქეებისგან საკმაოდ პოზიტიური. ხო, არა, მოქალაქის გაშახა ოცნების მომხრეების ოცნების ყველა განცხადება პოზიტიურია ხოლმე ისეთი, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიღებელია ხოლმე. თქვენ არ აწუხებს ფასების ის. არა, ფასების ხო არ და მომხრეებს ფასები უგასავად. არის ინიციატივა. არა, ხო და ანუ ეს ნახეთ, სწორედ აქეთ უნდა წავიდეს პროცესი. ნახეთ, საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლება რა თქმა უნდა ისაუბრებს იმაზე, რომ ჩვენ ფასებს დავაკლებთ, რომ ჩვენ კორუფციას დავამარცხებთ, რომ ჩვენ მაგალითად სუვერენიტეტს გამომტკიცებთ, მაგრამ რასიზამი ხო მაგაზია მნიშვნელოვანი. ხალხი არის 13 წელია ხელისუფლებაში და ამას ვიძახით, რომ როცა წლების მანძილზე ვამოვიდით, რომ ევროპული ფასები არის ბევრად მეტი, არ ვიცი, გადავდიოდით თურქეთში მაგალითად გახსოვთ ხო ლევან ხაბიშვილი და იქიდან ყვაცხობდნენ, რომ ეს არის თურმე რაც შეიძლებოდა და მეტი ნაკლები ფასი ვერ ექნებოდა პროდუქტებს. ეხა ამბობენ თვითონ უნდა დავაყოთ და თუ დააკლებენ და თუ დაეწევენ ფასები პროდუქტებს, ეს როგორ არ უნდა გამიხარდეს მე როგორ საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ აღარ ვжеრა ამ ხელისუფლების ამაში გახავთ საქმე, იმიტომ რომ არც მათი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ვжеრა და ახსნელი მოხს არაერთხელ და ფასებზეც რატო არ ვжеრა გითხარით, იმიტომ რომ წლების მანძილზე ჩვენ როცა ვამოვიდით, მათი პასუხი იყო, რომ თურმე ეს იყო, შეუძლებელი რომ დაგეკვო არა და ვეუბნებოდით რომ დაუწიეთ გადასახადებს, მაგალითად ის ხალხი რომელიც თქვენ შემომწირულები არიან, მათთვის სპეციალურად ასეთ კარტელურ სივრცეს ქმნით და ასე შემდგომ, ხო? ამიტომაც არ ვжеრა აქეთ ხარეს ყოფ ადამიანებს პოლიტიკური მიზნით. როგორ ნახეთ, ისეთ კითხვას მისავთ, ინიციატივა კი არა, ნახეთ, იგივე მაგალითად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორ შეიძლება იმას არ მოიწონოს. აი ესეთ გაცხადება რო არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ უნდა ვთქვათ რომ კორუფცია კარგია ქვეყნის. ფასები მაღალი როგორ შეიძლება რომ ადამიანს ახლა საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში რომელშიც არ გაჭირვება და ასეთი ემიგრაცია, მე რო ვთქვა რომ არა, იცით რა ფასები მაღალი უნდა იყოს. პირიქით, მეც როგორც საქართველოს მოქალაქეს მათ შორის მაწყობს რომ დაბალი ფასები იყოს. უბრალოდ არ გჯერა. ამაზეა საუბარი, თორე რაც კარგი რო თქვას ვინმე არ ვიცი, ნებისმიერმა ვიტყვით რომ კარგია ესე როგორც ასეთი მიზნად, მაგრამ გვაქვს კონკრეტული საფუძვლები, რის გამოც არ უნდა გჯეროდეს ამ საბოლოოდ რა შედეგს კოლეგები ზუსტად ამას ამბობენ, მე მაგლიკა შენი მიკროფონი მე მე დაინტერესება, კომისია დაინტერესებაო ამ თემით, რა შედეგს ელიდა? აი ზუსტად აი ამაზე დავაზუსტებ, რომ ნახეთ თქვენი კოლეგებიც იგივეს ამბობენ, რომ არ გჯერათ, რომ ეს ანუ რეალურად დაიწევს ფასები და ბაში როცა სუსმა უკვე დაიწყება გააკეთა განცხადება. ბაში როდესაც აგერ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკვე საგაზაფხულო სესიის დროს დაიწყება საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ამ საკითხზე მსჯელობა, ანუ ეს ხომ რეალურად ხო არ იტყუებიან ამას, ანუ ფაქტია დაიწყო მოკვლევა და შეიქმნება კომისიაც, ანუ ამ მიმართულებითაც არ გჯერათ, აი ამ განცხადებების და უკვე რეალური გადადგმული თავარი საფუძველი რა არის? გასაგებია, რატო არ გჯერა გეუბნებით, რომ თვითონ ოცნების თავარი შემომწირულები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამ ფასებს ადგენდა ბაზარზე და მათ შორის როცა ოპოზიცია საუბრობდით და ვითხოვდით კონკრეტულ თუნდაც გადასახადების დაკლებას, აი ევროპასთან რო შედარება არის, ევროპაში ხო ნაკლებია, მაგალითად აი ხორცზე DGG, მაგალითად პურზე DGG, ხო ამას რო ვითხოვდით, პასუხები ხო გვახსოვს და ეს ადამიანები ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ კორუფციას წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, რომ აი საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს დავაბრუნებთ, მაგრამ 13 წლის მერე ასე ვთქვათ, ლიმიტი ამ დობის ამოიწურა საზოგადოებაში და ამიტომაც არ ვჯერა ხოლმე, თორე ხა თუ საზოგადოებაში ხა კითხვას სვამთ, რომ რაღაცა ფასების დაკლება კარგი იქნება, ცუდი, ამას ვიძახით, ამდენი წელია რომ კარგი იქნება და საჭიროა. ამაზე იყო პასუხი, მართლა გულში თქვენს ხო ამ თემაზე მოხდა კითხვა. იგი არჩილ გორდულაძემ გაავრცელა პოსტი და თქვა, რომ თვითონ ნაციონალურ მოძრაობამ საკუთარი მმართველობის დროს 195 მუხლი ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც მონოპოლიურ საქმიანობასა და კონკურენციის შეზღუდვას ეხებოდაო. ხო, არ ვიცი, ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის ასე ვთქვათ რაღაც აი ამ ფაქტორზე აპელირება იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში არაადეკვატური გახდა. ხო, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობის დროს ქართული ეკონომიკა გაიზარდა
და არ ვიცი, საზოგადოებას ახსოვს ალბათ რა დღეში იყო ქართული ეკონომიკა შევარდნაძის მმართველობის მიწურულს და რა მდგომარეობაში იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, ხო? რის ხარჯზე და თუნდაც რის ხარჯზე მოხდა ეს? რა ვიცი, დატერორებული ბიზნესი, დაჭერილი ბიზნესმენები, ანუ მარტო ეს თქვენი აზრით ბიზნესის ტერორით თქვენი აზრით არა, ბიზნესის ტერორით ეკონომიკა ვითარდება, თქვენ ამას ამბობთ? რავი, კეზერაშვილი იჯდა პიქსელში და რა ვიცი, არა, თქვენ ამბობთ მე არ მithom. თქვენ თქვით რომ ბიზნეს ეკონომიკა როგორ განვითარდაო და ეკონომიკის განვითარების მიზეზად ტერორი სახელმწიფოშია შესატანი ეგეთ რაღაც რომ თურმე ბიზნესის ტერორით აღიარებს რომ ფული მიქონდა მათ შორის ქართულ ეკონომიკაში ზეწოლის შედეგად რა ვიცი სხვადასხვა თქვენი აზრით ეკონომიკა განვითარდა ამ მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ მიზეზით მეტი მიზეზი არსებობდა მათ შორის რა თავად ბიზნესმენები ამბობენ მე ხარ არ ვიცი ამ ქვეყანაში ცხოვრობდით და თუ გონიათ რომ მარტო ეს იყო მიზეზი მარტო არ მithქონს ნახეთ თქვენ არასწორად